სამყაროში ასობით მილიარდი galaktikაა, რომელთაგან თითოეული შეიძლება შედგებოდეს მილიარდობით ვარსკვლავისგან. ეს პლანეტარული სისტემები წარმოიქმნება ელემენტების მდიდარი ნაზავისგან, მათ შორის ყველა ელემენტი სიცოცხლისათვის არსებითად არის მიჩნეული. ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ პირობების განსაკუთრებული ნაზავი, რამაც სიცოცხლე გამოიწვია, მხოლოდ დედამიწაზე მოხდა და არა სამყაროს ტრილიონობით პლანეტაზე. ეს სიტყვები ეკუთვნის ასტროფიზიკოს სტივენ ტინგეის. მე პირადად მის ამ გამონათქვამს ვეთანხმები. კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენს galaktikაში 100 მილიარდზე მეტი პლანეტაა, აქედან დაახლოებით 6 მილიარდი პოტენციურად დედამიწის მსგავსია. ამრიგად, იმის ალბათობა, რომ სიცოცხლე სხვაგანაც არსებობს, თითქმის დადასტურებულია. დღეს დაზუსტებით არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ სამყაროში როგორი განვითარების ცივილიზაციები არსებობს. პრაქტიკულად დედამიწელებს უცხო ცივილიზაციასთან კომუნიკაცია არ გვაქვს. არც მათი შესწავლა არ შეგვიძლია. თუმცა ვარაუდობთ, რომ ცალკეულ ადამიანებს თუ დიდ სახელმწიფოებს რაღაც ფორმით უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია. უცხო პლანეტელები ჩვენზე განვითარებული ცივილიზაციაა. მათ მაღალ განვითარებული ტექნოლოგიები გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ამას ვუშვებ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არსებობენ. შესაბამისად ვფიქრობ, მათ უნდა ჰქონდეთ ინტერესი და შესაძლებლობა, რომ გააჩნდეთ დედამიწელებთან კომუნიკაცია და დედამიწაზე ვიზიტებსაც ფარულად ახდენდნენ. როგორც კაცობრიობას გსურს განვითარება, ახალი სივრცეების ათვისება, ახალი ცივილიზაციის გაცნობა. ფიქრობ, იგივე უცხო პლანეტელებსაც სურთ. ჩვენ შეიძლება ისინი მიღწევებით ვერ გავაოცოთ, მაგრამ გავაოცებთ ჩვენი ადამიანური თვისებებით. შეიძლება მათ უფრო მეტი იციან ჩვენი პლანეტის შესახებ, ვიდრე პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების შესახებ. ამიტომ უცხო პლანეტელებთან კავშირის დამყარების შემთხვევაში უნდა ვეცადოთ დავარწმუნოთ ისინი დედამიწელებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე, galaktikაში დედამიწელების როლსა და მნიშვნელობაზე, რადგან დედამიწელებსაც ხომ დიდი მისია აგესრიათ galaktikis წესრიგის შენარჩუნებაში. ეს კი აუცილებლად აგვეხმარება მათი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გაცნობაში, კლიმატური პრობლემების დაძლებაში, პლანეტაზე ცხოვრების გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რისკებიც. შეიძლება ადამიანებზეც ცუდადაც აისახოს, მაგრამ რისკები ნულამდე უნდა დავიყვანოთ. დედამიწაზე ადამიანთა სახეობაა Homo sapiens, ანუ გონიერი ადამიანი, რომელიც არის უნიკალური, განვითარებადი, სრულყოფისგან მისწრაფებით, სიახლეებისა და ცოდნის ამთვისებელი. თუმცა, სხვა ცივილიზაციების არსებობის გამო ვფიქრობ, Homo sapiens-ი ბევრად ჩამორჩება მათ, ადამიანების მსგავს ცოცხალ ორგანიზმებს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.